მილიონერი სირბილით შევარდა საავადმყოფოში ბავშვით ხელში, სრულიად სასოწარკვეთილი. ექიმები და მედდები მობილიზდნენ, რომ გაეგოთ რა დაემართა ბავშვს. როგორც კი ამბავი გავრცელდა, ემოციურმა ატმოსფერომ მოიცვა მთელი საავადმყოფო და ვერავინ შეიკავა ცრემლები. შუადღის მცხუნვარემზე დაუნდობლად ეფინებოდა სავაჭრო ცენტრის ასფალტს. გიორგი ბერიძეების ქონების მემკვიდრე ავტომობილებს შორის დაფიქრებული მიაბიჯებდა, დიზაინერული კოსტიუმითა და მუქი სათვალით. 28 წლის გიორგის ყველაფერი ჰქონდა: ფული, სახელი და ბერიძეების კორპორაციის სათავეში უზრუნველყოფილი მომავალი. თუმცა რაღაც აკლდა მის ცხოვრებას სიცარიელე, რომელსაც ვერც მთელი ქვეყნის ოქრო ვერ შეავსებდა. უცებ სუსტი ტირილის ხმა მოესმა. გიორგი შეჩერდა დაბნეული. საიდან მოდიოდა ეს ხმა? მიმოიხედა, მაგრამ ავტოსადგომი ცარიელი ჩანდა. ტირილი უფრო ხმამაღალი, უფრო სასოწარკვეთილი გახდა. გულის ფეთქვით გიორგიმ ხმის მიმართულებით გაიკვია გზა, სანამ ძველ ლურჯ სედანს არ მიადგა. დაორთქლილი ფანჯრიდან დაინახა რაღაც, რამაც სისხლი გაუყინა. პატარა ბავშვი, არაუმეტეს 6 თვის, თავის სავარძელში უნუგეშოდ ტიროდა. მანქანა დაკეტილი იყო, ყველა ფანჯარა ჩაკეტილი. შიგნით სიცხე აუტანელი უნდა ყოფილიყო. დაუფიქრებლად გიორგიმ დაიწყო რაიმეს ძებნა, რითიც ფანჯარას ჩაამტვრევდა. მიწაზე ქვა იპოვა და მთელი ძალით ესროლა მინას. შუშა დაიმსხვრა და გიორგიმ ხელი შეყო კარის გასაღებად. მანქანიდან გამოსულმა სიცხემ მასული შეუგუბა. ფრთხილად სავარძლიდან ბავშვი ამოიყვანა. წითელი, ოფლიანი და აშკარად გაუწყლოებული იყო. გიორგიმ ხელში აიყვანა ბავშვი, ყისიერად იგრძნო კავშირი ამ პატარა არსებასთან. დამშვიდდი, პატარავ, ჩაიჩურჩულა, როცა ტელეფონი ამოიღო სასტრაფოს დასარეკად. ყველაფერი კარგად იქნება. გპირდები. სასტრაფოს მოლოდინში გიორგი ვერ წყვეტდა ფიქრს იმაზე, თუ რამდენად ახლოს იყო ბავშვის სიკვდილთან. ვის შეეძლო უმწეო არსების ასე მიტოვება? ბრაზი და თანაგრძნობა ერეოდა მის გულში, იმ გრძნობასთან ერთად, რომელსაც ვერ ხსნიდა. თითქოს ამ ბავშვის ხელში დაჭერით, რაღაც გაიღვიძა მის შიგნით. სასტრაფო წუთებში მოვიდა და პარამედიკოსებმა ბავშვზე ზრუნვა დაიწყეს. გიორგი მათ საავადმყოფოში გაყოლა მოითხოვა. როცა მანქანა საცობებში იკვლევდა გზას, სირენების ხმით ახალგაზრდა მილიონერი თვალს ვერ აშორებდა პატარას. ის კარგად იქნება? ანერვიულებულმა ჰკითხა პარამედიკოსს. თქვენი წყალობით, დიახ, უპასუხა კაცმა ღიმილით. რამდენიმე წუთი კიდევ იმ მანქანაში და ისტორია ძალიან განსხვავებული იქნებოდა. გიორგიმ შეკრთომა იგრძნო. რა მოხდებოდა, სავაჭრო ცენტრში წასვლა რომ არ გადაეწყვიტა? ან სხვაგან რომ დაეყენებინა მანქანა? ბედი გაიფიქრა, ზოგჯერ უცნაურად მოქმედებს. საავადმყოფოში მისვლისას ექიმებმა ბავშვი გასასინჯად წაიყვანეს. გიორგი მოსაცდელ ოთახში დარჩა, წასვლა არ შეეძლო. სურდა სცოდნოდა, რომ პატარა კარგად იქნებოდა. ლოდინისას მისი გონება დაეხეტებოდა. ვინ იქნებოდნენ ბავშვის მშობლები? რატომ დატოვეს მარტო მანქანაში? საათების შემდეგ ექიმი მიუახლოვდა. ბატონო ბერიძე, ბავშვი საფრთხის გარეშეა. თქვენმა გმირულმა ქმედებამ სიცოცხლე გადაურჩინა, გიორგიმ უზარმაზარი შვება იგრძნო, მაგრამ ასევე ახალი მიზანდასახულობა. ექიმო, რა მოხდება ახლა ბავშვთან? პოლიცია იძიებს. თუ მშობლებს ვერ იპოვნიან, სავარაუდოდ სოციალურ სამსახურებში გადავა, ამ სიტყვებმა გიორგის გონებაში გაიხმაურა. სოციალური სამსახურები. კარგად იცნობდა ამ სისტემას, თუმცა ცოტამ თუ იცოდა ამის შესახებ. ბერიძეების მიერ შვილად აყვანამდე, მან თავისი ცხოვრების პირველი წლები ერთი მინდობით ოჯახიდან მეორეში გადასვლაში გაატარა. ექიმო, თქვა გიორგიმ, მტკიცეთ, მინდა ყველაფერი გავაკეთო ამ ბავშვის დასახმარებლად. შემიძლია ვნახო, ექიმმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ახალშობილთა ინტენსიური მოვლის განყოფილებისკენ გაუძღვა. იქ, პატარა ინკუბატორში, იწვა ბავშვი. გიორგიმ ხელი მინაზე დაადო, გრძნობდა აუხსნელ კავშირს იმ პატარა სიცოცხლესთან, რომელიც გადაარჩინა. გპირდები, ჩურჩულით თქვა, რომ მარტო არ იქნები. ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემს ძალაშია, რომ დაგიცვა. რასაც გიორგი იმ მომენტში ვერ ხვდებოდა, იყო ის, რომ ეს დაპირება სამუდამოდ შეცვლიდა მის ცხოვრებას, წაიყვანდა მას აღმოჩენის, სიყვარულისა და გამოსყიდვის გზაზე, რომელიც მას არასდროს წარმოედგინა. გიორგიმ ღამე საავადმყოფოში გაატარა, ვერ შორდებოდა ბავშვს, რომელიც გადაარჩინა. დილით ექთანი შეხვდა, რომელმაც კეთილად გაუღიმა, მთელი ღამე აქ იყავით, არა? კითხა მან.
გიორგიმ თავი დაუქნია, დაღლილი თვალები მოისრისა. ვერ წავედი, სანამ არ მეცოდინებოდა, რომ კარგად იყო, ეგთან მაცნობის მოყვარეობით შეხედა. თქვენ გიორგი ბერიძე ხართ, არა? სიახლეებში გინახავთ. უფრო მნიშვნელოვანი საქმეები უნდა გქონდეთ, ვიდრე მთელი ღამე საავადმყოფოში გატარება, გიორგიმ გაღიზიანება იგრძნო. დიახ, მდიდარი და ცნობილი იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ სხვები არ ადარდებდა. არაფერია სიცოცხლეზე უფრო მნიშვნელოვანი, მშრალად უპასუხა. ეგთანი ეტყობა კომენტარზე ინანებდა. ბოდიშს გიხდით, არ მინდოდა თქვენი შეურაცხყოფა. უბრალოდ. იშვიათია თქვენი მდგომარეობის ადამიანი ასე ჩართული რომ იყოს, გიორგიმ ამოიოხრა. სიმართლე ის არის, რომ ამ ბავშვთან კავშირს უგრძნობ ისეთი გზით, რომლის ახსნაც არ შემიძლია, ეგთან მაგამგებლურად თავი დაუქნია. ზოგჯერ ბედი სწორ გზაზე გვაყენებს სწორ დროს, მცირე პაუზის შემდეგ დაამატა, იცით? ბავშვს სახელი არ აქვს. ალბათ გინდოდათ რაიმეს შემოთავაზება, გიორგიმ პატარას შეხედა ინკუბატორის მინიდან. სახელი. ისეთი უბრალო რამ და მაინც ასეთი ძლიერი. ლუკა, თქვა ბოლოს. მინდა ლუკა დავარქვა. ლუკა, გაიმეორა ეგთან მაღიმილით. ლამაზი სახელია. რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თქვენთვის, გიორგიმ ყელში კომი იგრძნო. ეს იყო. ეს ჩემი ბიოლოგიური მამის სახელი იყო. ვერასდროს გავიცანი, მაგრამ ყოველთვის მომწონდა ეს სახელი, ეგთან მაგაკვირვებით შეხედა. არ ვიცოდი, რომ შვილად იყავით აყვანილი. ცოტა ვინმემ თუ იცის, უპასუხა გიორგიმ. ბერიძეებმა 5 წლის ასაკში ამიყვანეს. მანამდე. ვთქვათ, რომ კარგად ვიცნობ მინდობითი აღზრდის სისტემას, საუბრისას მოგონებები, რომლებიც გიორგის ასე დიდი ხნის განმავლობაში დამარხული ჰქონდა, ზედაპირზე ამოტივტივდა. გახსენდა მარტოობის ღამეები უცხო საწოლებში, მუდმივად ცვალებადი მოზრდილების სახეები, რომლებიც ვერასოდეს ხდებოდნენ ოჯახი, მუდმივი შეგრძნება, რომ არსად ეკუთვნოდა. ამიტომაც გრძნობთ ასეთ კავშირს ლუკასთან, რბილად ჰკითხა ეგთანმა. გიორგიმ თავი დაუქნია, წამით ვერ შეძლო ლაპარაკი. როცა ბოლოს ხმა იპოვა, თქვა, არ მინდა რომ ის იმავე რამეს გაივლიდეს, რაც მე გავიარე. არავინ უნდა იგრძნოს თავი ასე მარტოდ ასე. გადასაგდებად, ეგთანმა ხელი დამამშვიდებლად დაადო მხარზე. თქვენ შეცვალეთ ამ ბავშვის ცხოვრება, ბატონო ბერიძე. და როგორც ჩანს, მანაც შეცვალა თქვენი, ამ მომენტში თითქოს საუბარს უსმენდაო, პატარა ლუკამ თვალები გაახილა და პირდაპირ გიორგის შეხედა. ეს უდანაშაულო თვალები თითქოს პირდაპირ მის სულში იყურებოდნენ, აღვიძებდნენ ემოციებს, რომლებიც ახალგაზრდა მილიონერს წლების განმავლობაში ჩაძინებული ჰქონდა. გიორგიმ გადაწყვეტილება იმ წამსვე მიიღო. არ იცოდა როგორ, მაგრამ დარწმუნდებოდა, რომ ლუკას ექნებოდა ის ცხოვრება, რომელიც მას არ შეეძლო ჰქონოდა. და ამ პროცესში შესაძლოა საკუთარი წარსულის ჭრილობებიც განეკურნა. შემიძლია ხელში ავიყვანო, მორიდებით იკითხა. ეგთანმა გაიღიმა და თავი დაუქნია. ფრთხილად ბავშვი ინკუბატორიდან ამოიყვანა და გიორგის ხელში ჩაუდო. პატარა სხეულის სიმძიმე, კანის სითბო, ბავშვის სურნელი. ყველაფერმა ამან გიორგის მოულოდნელი ძალით დაარტყა. ცრემლები, რომლებიც არ იცოდა რომ ჰქონდა, ლოყებზე წამოუვიდა. გამარჯობა, ლუკა, ჩაიჩურჩულა. მე გიორგი ვარ. და გპირდები, რომ რაც არ უნდა მოხდეს, არასდროს იქნები მარტო, ბავშვის ხელში ჭერისას, გიორგი მიგრძნო, რომ რაღაც მის შიგნით იცვლებოდა. ის უკვე აღარ იყო უბრალოდ ბერიძეების მემკვიდრე, ახალგაზრდა მილიონერი, რომელიც ჟურნალების ყდებზე ჩნდებოდა. ის იყო რაღაც მეტი რაღაც, რასაც ჯერ სრულად ვერ განსაზღვრავდა, მაგრამ იცოდა, რომ სამუდამოდ შეცვლიდა მის ცხოვრებას. რასაც გიორგი იმ მომენტში ვერ ხვდებოდა, იყო ის, რომ მისი სიკეთის აქტი აპირებდა მოვლენათა ჯაჭვის გამოწვევას, რომელიც შეარყევდა არა მხოლოდ მის ცხოვრებას, არამედ მთელი საზოგადოების ცხოვრებას. ბედმა თავისი კბილანები ამოძრავა და არაფერი იქნებოდა იგივე. მზე მხოლოდ ახლა იწყებდა ჰორიზონტზე გამოჩენას, როცა გიორგი საავადმყოფოდან გამოვიდა. დაღლილი, მაგრამ ახალი გადაწყვეტილებით თვალებში მანქანისკენ გაემართა, ვერ შენიშნა პატარა ჯგუფი ჟურნალისტების, რომლებიც შესასვლელთან შეგროვილიყვნენ. ბატონო ბერიძე, ძახილმა მოულოდნელად დააბნია. კამერების ციმციმა წამიერად დააბრმავა. მართალია, რომ მიტოვებული ბავშვი გადაარჩინეთ, გიორგიმ დაბნეულად დაიწყო თვალების ფშნეტა. როგორ გაიგეს ასე სწრაფად? შეეცადა შეკითხვებისთვის თავი აერიდებინა, მაგრამ რეპორტიორები და ჟინებით ედგნენ.
გთხოვთ, ახლა არა, თქვა ცდილობდა მანქანამდე მიეღწია. მართალია, რომ მანქანის ფანჯარა ჩაამტვრიეთ ბავშვის გადასარჩენად, კითხა რეპორტიორმა, მიკროფონი სახესთან მიუტანა. გიორგი შეჩერდა. იცოდა, რომ ამას დიდხანს ვერ აარიდებდა თავს. ღრმად ჩაისუნთქა და რეპორტიორებისკენ შემობრუნდა. დიახ, მართალია, თქვა ბოლოს. მანქანაში მიტოვებული ბავშვი ვიპოვე და საავადმყოფოში მოვიყვანე. ეს არის ყველაფერი, რის ითქმაც შემიძლია ახლა, მისი სიტყვები, თუმცა მოკლეს საკმარისი იყო მედია ქარიშხლის გამოსაწვევად. საათების განმავლობაში ისტორია ახალგაზრდა მილიონერის შესახებ, რომელმაც მიტოვებული ბავშვი გადაარჩინა, ყველა საინფორმაციო გამოშვებასა და სოციალურ ქსელში იყო. გიორგი თავის პენტჰაუსში მივიდა, იმედი ჰქონდა, სიგიჟისგან თავშესაფარს იპოვიდა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ მისი ტელეფონი გამუდმებით რეკავდა. მილოცვის შეტყობინებები, ინტერვიუს მოთხოვნები, თვითშეთავაზებები ინციდენტზე წიგნის დასაწერად. ძალიან შემაწუხებელი იყო. ტელევიზორი ჩართო, მაგრამ ყველა არხზე მხოლოდ საკუთარი თავი დაინახა. წამყვანები მის საქციელზე მსჯელობდნენ, ზოგი მას გმირად აქებდა, ზოგი კი მის მოტივებს აყენებდა ეჭქვეშ. არის ეს ბერიძეების კორპორაციის იმიჯის გაუმჯობესების მცდელობა, კითხულობდა ანალიტიკოსი სადისკუსიო გადაცემაში. ვერ ვუგულებელყოფთ იმ ფაქტს, რომ ბერიძეების კომპანია ბოლო დროს შრომით სკანდალებში იყო გარეული, ამატებდა მეორე. გიორგიმ ტელევიზორი გამორთო, თავს ცუდად გრძნობდა. როგორ შეეძლოთ მისი მოტივების ეჭქვეშ დაყენება? მას მხოლოდ საფრთხეში მყოფი ბავშვის დახმარება სურდა. არ უფიქრია რეკლამაზე ან კომპანიის იმიჯზე. ტელეფონმა კვლავ დარეკა. მისი დედობილი, მაია ბერიძე იყო. გიორგი, შვილო, მისი ხმა დაძაბული ჟღერდა. რა ხდება? ყველა სიახლეებში ხარ, გიორგიმ ამოიოხრა. დედა, მე მხოლოდ. არა, აღარაფერი თქვა, შეაწყვეტინა მაიამ, მამა შენი და მე მანდ მოვდივართ. ეს სათანადოდ უნდა მოვაგვაროთ, სანამ პროტესტის გამოთქმას მოასწრებდა, მაიამ გათიშა. გიორგი დივანზე ჩამოჯდა, უცებ თავს ძალიან დაღლილად გრძნობდა. როგორ გადაიქცა რაღაც, რაც ასეთი უბრალო, ასეთი სწორი ჩანდა, ასეთ რთულ ვითარებად. ნახევარი საათის შემდეგ ზარი დაირეკა. გიორგიმ კარი გააღო და მაია და ვახტანგ ბერიძეების შეშფოთებული სახეები დაინახა. შვილო, დაიწყო ვახტანგმა, პენტჰაუსში შესვლისას. გვესმის, რომ გინდოდა დახმარება, მაგრამ უნდა გაითვალისწინო შენი ქმედებების შედეგები. შედეგები? გიორგი ვერ იჯერებდა, რასაც ისმენდა. მამა, ბავშვს სიცოცხლე გადავურჩინე. რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს ამას? მაია დაჯდა, იდეალურად დაუთვებულ კაბას ასწორებდა. შვილო, ყველაფერი ასე მარტივი არ არის. ხალხი ეჭქვეშ აყენებს შენი ქმედების მოტივებს. ზოგიერთი ამბობს, რომ ეს რეკლამის ტრიუკია. რეკლამის ტრიუკი? გიორგი მიგრძნო, რომ ბრაზი იზრდებოდა მასში. ფიქრობ, რომ ბავშვის სიცოცხლეს რეკლამისთვის რისკის ქვეშ დავაყენებდი? რა თქმა უნდა არა, თქვა ვახტანგმა, ცდილობდა სიტუაციის დამშვიდებას. მაგრამ ეს ფრთხილად უნდა მოვაგვაროთ. კომპანიის იმიჯი სასწორზეა. კომპანიის იმიჯი? გიორგი ვერ იჯერებდა, რასაც ისმენდა. ეს არის ერთადერთი რამ, რაც გაინტერესებს. გიორგი, მაიას ხმარბილი იყო, მაგრამ მტკიცე. გვესმის, რომ შენი განზრახვები კარგი იყო. მაგრამ უნდა გესმოდეს, რომ ყოველ ქმედებას აქვს შედეგები. არა მხოლოდ შენთვის, არამედ მთელი ოჯახისა და კომპანიისთვის. გიორგიმ შეხედა თავის მშობლებს, გრძნობდა იმედგაცრუებისა და იმედგაცრუების ნაზავს. ვერ დავიჯერებ, რომ ამ საუბარს ვაწარმოებთ. ვერ ხვდებით, რომ სიცოცხლე გადავარჩინე. როგორ შეიძლება ეს ცუდი იყოს? ვახტანგმა ამოიოხრა, ხელი გაიტარა ჭაღარა თმაში. შვილო, არავინ ამბობს, რომ შენი ქმედება არასწორი იყო. უბრალოდ, როცა ჩვენს პოზიციაში ხარ, ყველაფერი რთულდება. რთულდება? გიორგიმ მწარე სიცილი აღმოხდა. რა არის რთული სწორი საქმის კეთებაში? მაია მიუახლოვდა, ცდილობდა ხელი მხარზე დაედო, მაგრამ გიორგი გაშორდა. შვილო, გვესმის, რომ ეს შენთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ უნდა იფიქრო ფართო სურათზე. პრესა სპეკულირებს ბავშვის მშობლებზე. ზოგიერთი ამბობს, რომ ისინი შეიძლება იყვნენ არალეგალური იმიგრანტები. გიორგიმ წარბები შეიკრა. და ეს რა მნიშვნელობა აქვს? მნიშვნელობა აქვს, თქვა ვახტანგმა მტკიცედ, იმიტომ რომ ჩვენს კომპანიას სამთავრობო კონტრაქტები აქვს. არ შეგვიძლია მიჩნეული ვიყოთ, როგორც არალეგალური იმიგრაციის თანამგრძნობები, მამის სიტყვებმა გიორგის სილასავით დაარტყა.
ამბობთ, რომ მომეშვა ეს ბავშვი სიკვდილისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მშობლები შესაძლოა არალეგალები არიან. რა თქმა უნდა, არა, წამოიძახა მაიამ, შეძრწუნებულმა. უბრალოდ ვამბობთ, რომ სიტუაცია ფრთხილად უნდა მოვაგვაროთ. იქნებ უკეთესი იქნებოდა, თუ დროებით შორს დარჩებოდი ამ საქმისგან, გიორგი ვერ იჯერებდა, რასაც ისმენდა. მშობლებს გაერიდა, ფანჯრიდან უყურებდა ქალაქს. პირველად თავის სრულიად მარტოდ იგრძნო ამ ფუფუნებით სავსე ბინაში. ვერ გავაკეთებ ამას, თქვა ბოლოს, მისი ხმა ძლივს ისმოდა. ვერ უგულებელყოფ მომხდარს და ისე გავაგრძელებ ცხოვრებას, თითქოს არაფერი მომხდარა. გიორგი ვახტანგის ხმა დაღლილად ჟღერდა. მესმის, რომ თავს დაკავშირებულად გრძნობ ამ ბავშვთან, მაგრამ არა, არ გესმის, გიორგი შემოbrunდა, მისი თვალები ბრწყინავდნენ ტკივილისა და გადაწყვეტილების ნაზავით. თქვენ მიმიღეთ მომეცით ცხოვრება, რომელზეც ბევრს მხოლოდ ოცნება შეუძლია. მაგრამ მანამდე მე ვიყავი ისეთივე, როგორც ეს ბავშვი. მარტო სული და უცველი სისტემის იმედად, რომელსაც რეალურად არ ადარდებს ბავშვები, მაია და ვახტანგი გაკვირვებულმა შეხედეს ერთმანეთს. არასდროს გაუგონიათ გიორგის ასე საუბარი თავის წარსულზე. შვილო, დაიწყო მაიამ, მისი ხმარბილი იყო. არასდროს გვინდოდა, რომ გეგრძნო. ვიცი, შეაწყვეტინა გიორგიმ, ვიცი, რომ გიყვარვართ, რომ ყველაფერი გააკეთეთ, რათა კარგი ცხოვრება მომცეთ. მაგრამ იმდენი ბავშვია გარეთ, რომლებსაც ასეთი იღბალი არ აქვთ. არ შემიძლია უბრალოდ ზურგი შევაქციო მათ, ვახტანგი მიუახლოვდა შვილს, ხელი მხარზე დაადო. გიორგი მესმის, რას გრძნობ. მაგრამ უნდა იყო რეალისტი. ვერ გადაარჩენ მსოფლიოს ყველა ბავშვს. შესაძლოა არა, უპასუხა გიორგიმ, მისი ხმა გადაწყვეტილებით იყო სავსე. მაგრამ შემიძლია ვცადო. და დავიწყებ ლუკათი. ლუკა, იკითხა მაიამ დაბნეულმა. ბავშვი, აუხსნა გიორგიმ. ლუკა დავარქვი. და ყველაფერს გავაკეთებ, რათა დავეხმარო მას და მის ოჯახს, მიუხედავად იმისა, ვინ არიან ან საიდან მოდიან, მაია და ვახტანგი შეშფოთებით შეხედეს ერთმანეთს. ხედავდნენ გადაწყვეტილებას შვილის თვალებში და იცოდნენ, რომ ვერაფერი, რასაც იტყოდნენ, შეაცვლევინებდა აზრს. გიორგი, თქვა ბოლოს ვახტანგმა. უბრალოდ. ფრთხილად იყავი, კარგი. არ მინდა, რომ დაზიანდე, გიორგიმ თავი დაუქნია, მადლიერი იყო გაგების ამ პატარა ჟესტისთვის. ვიქნები, მამა. მაგრამ ეს უნდა გავაკეთო, მშობლების წასვლის შემდეგ, გიორგი მარტო დარჩა თავის პენტჰაუსში, უყურებდა ქალაქს, რომელიც მის წინ გადაშლილიყო. იცოდა, რომ არჩეული გზა ადვილი არ იქნებოდა, რომ წინააღმდეგობას შეხვდებოდა არა მხოლოდ ოჯახისგან, არამედ სხვა ბევრისგანაც. მაგრამ პირველად თავის ცხოვრებაში გრძნობდა, რომ ჰქონდა ნამდვილი მიზანი. ტელეფონი აიღო და საავადმყოფოს ნომერი აკრიფა. გამარჯობა, მე გიორგი ბერიძე ვარ. მინდა ვიცოდე, როგორ არის ბავშვი, რომელიც გუშინ მოვიყვანე. ლუკა. და ასევე იპოვეს მისი მშობლები, პასუხის მოლოდინში, გიორგი მიცოდა, რომ მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლებოდა. და მზად იყო, რომ გაემკლავებინა მომავალი. მომდევნო დღეები ქარიშხალი იყო გიორგისთვის. პრესის მუდმივი ზარების, ბერიძეების კორპორაციის დირექტორთა საბჭოსთან დაძაბული შეხვედრებისა და ლუკას სანახავად საავადმყოფოში ყოველდღიური ვიზიტების შორის ძლივს ჰქონდა დროს უმთქვისთვის. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ვიზიტისას საავადმყოფოში მან ბოლოს ლუკას დედა გაიცნო. იჯდა ინკუბატორთან, რბილად ესაუბრებოდა ბავშვს, როცა ახალგაზრდა ქალი ოთახში მორბენალი შემოვიდა, სახეცრემლებით დასვრილი ჰქონდა და წმინდა შიში ჩანდა მის თვალებში. ჩემი ბავშვი, დაიყვირა ქართულად, ინკუბატორისკენ გაიქცა. ლუკა. ჩემი პატარა ლუკა, გიორგი ნახტომით წამოდგა, გაოცებული უეცარი შემოჭრით. ქალი, რომელიც 20 წლისაზე მეტის არ ჩანდა, შიშისა და უნდობლობის ნაზავით შეხედა. ვინ ხართ თქვენ? იკითხა, დამცველობით დადგა გიორგისა და ინკუბატორს შორის. რას აკეთებთ ჩემს შვილთან? გიორგიმ ხელები ასწია დამამშვიდებელი ჟესტით. დამშვიდდით, მე გიორგი ბერიძე ვარ. ნე. მე ვიყავი ის, ვინც თქვენი ბავშვი მანქანაში იპოვა, ქალის თვალები ფართოდ გაიხსნა, აღიარება გაბრწყინდა მათში. თქვენ გადაარჩინეთ ჩემი ლუკა, გიორგიმ თავი დაუქნია, უცებ თავს უხერხულად გრძნობდა ახალგაზრდა დედის ინტენსიური მზერის ქვეშ. დიახ, მე. კარგი, ნებისმიერი იგივეს გააკეთებდა, ქალი ტირილით ჩაემხო, მუხლებზე დაეცა ინკუბატორთან. გმადლობთ, ქვითინებდა. გმადლობთ, გიორგი მასთან ერთად დაიჩოქა, არ იცოდა რა იქნა. ყველაფერი კარგადაა, თქვა რბილად. ბავშვი ახლა კარგად არის.
ექიმები ამბობენ, რომ სრულად გამოჯანმრთელდება, ქალმა ამოხედა, მისი თვალები სავსე იყო მადლიერებისა და სირცხვილის ნაზავით. ნე. არ მინდოდა მისი მიტოვება, თქვა ქვითინით. მაგრამ სამსახურში უნდა წავსულიყავი და ჩემი და რომელიც ჩვეულებრივ უვლის, ავად იყო და მე. არ ვიცოდი რა მექნა, გიორგი მიგრძნო, რომ გული შეეკუმშა. შეეძლო დაენახა ტკივილი და სასოწარკვეთილება ახალგაზრდა დედის თვალებში. როგორ გქვიათ, რბილად ჰკითხა. თამარი, უპასუხა მან, წრემლებს იწმენდა. თამარ კახიძე. თამარ, თქვა გიორგიმ, მესმის, რომ რთულ სიტუაციაში იყავით. მაგრამ ბავშვის მარტო დატოვება მანქანაში ძალიან სახიფათოა. შეეძლო სიკვდილი, თამარმა თავი დაუქნია, წრემლები კვლავ ჩამოსდიოდა ლოყებზე. ვიცი. საშინელი დედა ვარ. მაგრამ არჩევანი არ მქონდა. სამსახური რომ დამეკარგა, როგორ გამომეკვება ჩემი შვილი, გიორგი წამით გაჩუმდა, ამუშავებდა, რაც ახლა გაიგო. უცებ ყველა განხილვა კორპორატიული იმიჯისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის შესახებ უმნიშვნელო ჩანდა ამ ახალგაზრდა დედის ყოველდღიური ბრძოლის სულმობელი რეალობის წინაშე. თამარ, თქვა ბოლოს, შეგიძლია მიამბო მეტი შენი სიტუაციის შესახებ. მინდა გავიგო, თამარმა ფრთხილად შეხედა, მაგრამ რაღაც გიორგის გამომეტყველებაში, როგორც ჩანს, დაარწმუნა მის გულწრფელობაში. ნელ-ნელა დაიწყო თავისი ამბის მოყოლა. ის საქართველოში 3 წლის წინ ჩამოვიდა, გარბოდა თავისი მშობლიური ქვეყნის კონფლიქტიდან. მუშაობდა გრძელ საათებს და ბალანაზღაურებად სამსახურებში, ფულის უმეტეს ნაწილს უკრაინაში ოჯახს უგზავნიდა. როცა დაორსულდა, ბავშვის მამამ მიატოვა. მას შემდეგ მარტო იბრძოდა, რომ თავი გაეტანა საკუთარი თავისა და შვილისთვის. დოკუმენტები არ მაქვს, აღიარა ბოლოს, მისი ხმა ძლივს ისმოდა. მუდმივად მეშინია, რომ დეპორტაციას გამიკეთებენ და ჩემს შვილს გამომაცლიან, გიორგი მიგრძნო კომი ხელში. თამარის ისტორია იყო მწარე შეხსენება იმ ბრძოლებისა, რომლებსაც ამდენი იმიგრანტი უმკლავდებოდა, ბრძოლები, რომლებზეც მას, თავისი პრივილეგიის ბუშტში, ძლივს ეფიქრა მანამდე. თამარ, თქვა, იმ მომენტში გადაწყვეტილება მიიღო, მინდა დაგეხმარო. შენ და ლუკას, თამარმა შეხედა იმედისა და უნდობლობის ნაზავით. რატომ გინდათ ჩვენი დახმარება? გიორგიმ პატარა ლუკას შეხედა ინკუბატორში, გაიხსენა საკუთარი ბავშვობა, მარტოობის წლები, სანამ ბერიძეები შვილად აიყვანდნენ. იმიტომ, რომ ყველას ვიმსახურებთ შანსს, უბრალოდ თქვა. და იმიტომ, რომ არავინ უნდა აირჩიოს შვილის მოვლასა და მის გამოკვებას შორის, ამ მომენტში ექთანი შემოვიდა ოთახში. ქალბატონო კახიძე, თქვა, მისი ხმა დაძაბული იყო, რამდენიმე საიმიგრაციო მოხელე გნახავთ, შიშმა დაიპყრო თამარის სახე. გიორგის შეხედა, მისი თვალები ითხოვდნენ დახმარებას. გიორგი წამოდგა, ახალი გადაწყვეტილებით სახეზე. ნუ ღელავთ, თამარ, თქვა, კარისკენ მიემართებოდა. ამას მე მოული, როცა ოთახიდან გამოვიდა, რათა საიმიგრაციო მოხელეებს შეხვედროდა, გიორგი მიცოდა, რომ ეს იყო მომენტი, რომელიც განსაზღვრავდა მისი ცხოვრების დანარჩენ ნაწილს. საქმე უკვე აღარ იყო მხოლოდ მიტოვებული ბავშვის დახმარება. საქმე იყო უსამართლო სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა, თავისი პრივილეგიისა და ძალაუფლების გამოყენება, რათა რეალური განსხვავება შეეტანა ისეთი ადამიანების ცხოვრებაში, როგორიც თამარი და ლუკა იყვნენ. და მზად იყო მოახლოებული ბრძოლისთვის. გიორგი გადაჭრით მიაბიჯებდა საავადმყოფოს დერეფანში, სადაც ორი საიმიგრაციო მოხელე ელოდებოდა მკაცრი გამომეტყველებით. გრძნობდა თამარის მზერის სიმძიმეს ზურგს უკან დატვირთული შიშითა და იმედით. გამარჯობა, ბატონებო, თქვა გიორგიმ, ხმა მშვიდი და პროფესიული შეინარჩუნა. მე გიორგი ბერიძე ვარ. რით შემიძლია დაგეხმაროთ? ოფიცრებმა გაკვირვებული მზერები გაცვალეს ბერიძეების ცნობილი მემკვიდრის ამოცნობისას. ბატონო ბერიძე, თქვა ერთ-ერთმა, სწრაფად დაუბრუნდა თავს. აქ ვართ თამარ კახიძესთან სასაუბროდ მისი საიმიგრაციო სტატუსის შესახებ. გიორგიმ თავი დაუქნია, მისი გამომეტყველება ნეიტრალური დარჩა. გასაგებია. თუმცა ქალბატონი კახიძე ამჟამად სამედიცინო ზრუნვის ქვეშაა და არ არის მდგომარეობაში, რომ დაკითხვას გაუძლოს. გარდა ამისა, მის ახალშობილს მუდმივი ყურადღება სჭირდება. ბატონო ბერიძე, თქვა მეორე ოფიცერმა, მისი ტონი უფრო მკაცრი გახდა. ვაფასებთ თქვენს ზრუნვას, მაგრამ ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. გვაქვს ინფორმაცია, რომ ქალბატონი კახიძე ქვეყანაში არალეგალურად იმყოფება. გიორგი მიგრძნო, როგორ გაუჩნდა ბრაზი, მაგრამ აიძულა თავისი მშვიდე შეენარჩუნებინა. მესმის თქვენი პოზიცია, ოფიცრებო. მაგრამ ასევე მესმის, რომ აქ ხართ კანონის აღსასრულებლად, ხომ სწორია, ოფიცრებმა თავი დაუქნიეს ოდნავ დაბნეულების საუბრის მიმართულების შეცვლით. კარგი, განაგრძო გიორგიმ.
მაშინ ასევე გაიგებთ, რომ კანონი იცავს ადამიანებს, რომლებიც კრიმინალურ გამოძიებაში თანამშრომლობენ. ამ შემთხვევაში ხალბატონი კახიძე მთავარი მოწმეა ბავშვის მიმართ დაუდევრობის საქმეში, რომელსაც პირადად ვიძიებ, ოფიცრები შეიცხადნენ, აშკარად გაოცებულები ამ ინფორმაციით. არ ვიცოდით არანაირი გამოძიების შესახებ, თქვა ერთ-ერთმა. ეს კერძო გამოძიებაა, უპასუხა გიორგიმ თავდაჯერებულად. და გარწმუნებთ, რომ ხალბატონი კახიძე სრულად თანამშრომლობს. ახალშობილი ბავშვის დედის გაძევება ამ მომენტში არა მხოლოდ არახუმანური იქნებოდა, არამედ ხელს შეუშლიდა მიმდინარე გამოძიებას, ოფიცრები მერყეობდნენ, არ იცოდნენ როგორ გაიგრძელებინათ. გიორგი მისარგებლა უპირატესობით. გთავაზობთ შემდეგს, თქვა. დაე, ხალბატონი კახიძე აქ დარჩეს თავის შვილთან, სანამ სრულად არ გამოჯანმრთელდება. ამასობაში პირადად ვიღებ ვალდებულებას, რომ ის ყველა საჭირო სამართლებრივ პროცედურას შეასრულებს თავისი მდგომარეობის მოსაწესრიგებლად. ჩემი სიტყვით გარანტიას გაძლევთ, რომ ის არ შეეცდება ხელისუფლებისთვის თავის არიდებას, დაძაბული სიჩუმე ჩამოვარდა, სანამ ოფიცრები წინადადებას განიხილავდნენ. ბოლოს ის, ვინც უფროსად ჩანდა, ალაპარაკდა. კარგი, ბატონო ბერიძე. ვენდობით თქვენ სიტყვას ამჯერად. მაგრამ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ სიტუაციას, გიორგიმ თავი დაუქნია, უზომოშვება იგრძნო. გმადლობთ გაგებისთვის, ბატონებო. ნებისმიერი სიახლის შესახებ გაცნობებთ, ოფიცრების წასვლის შემდეგ, გიორგი კედელს მიეღრდნო, ღრმა ამოსუნთქვა დაუშვა. დრო იყიდა, მაგრამ იცოდა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო გრძელი ბრძოლისა. დაბრუნდა ლუკას ოთახში, სადაც თამარი იპოვა, რომელიც ბავშვს ჩაეხუტა, შვების ცრემლები ჩამოსდიოდა ლოყებზე. რა მოხდა? იკითხა მან, შიში ჯერ კიდევ აშკარად ისმოდა მის ხმაში. გიორგი მასთან დაჯდა, უცებ თავს ძალიან დაღლილად გრძნობდა. ისინი მზად არიან ჯერჯერობით დალოდებისთვის, თქვა. მაგრამ თამარ, უნდა ვისაუბროთ, როგორ მოვაგვაროთ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში. თამარმა თავი დაუქნია, ნაზად არწევდა ლუკას. რატომ აკეთებთ ამას ჩვენთვის, ბატონო ბერიძე? თქვენ ხომ არც კი გვიცნობთ, გიორგიმ ბავშვს შეხედა, გაიხსენა მომენტი, როცა ის იმ ცხელ მანქანაში იპოვა. იმიტომ, რომ ასე სწორია, უბრალოდ თქვა. და იმიტომ, რომ ჯერა ყველა იმსახურებს სამართლიან შანსს, ამ მომენტში გიორგის ტელეფონმა ჟინჟღალა დაიწყო. ეკრანს შეხედა და დაინახა, რომ მამამისი ვახტანგი რეკავდა. წამით ყოყმანის შემდეგ უპასუხა. მამა, ახლა არ არის კარგი დრო, თქვა გიორგიმ, ცდილობდა ხმაში სიმშვიდე შეენარჩუნებინა. გიორგი ვახტანგის ხმა დაძაბული ჟღერდა. საჭიროა დაუყოვნებლივ მოხვიდე ოფისში. დირექტორთა საბჭომ საგანგებო შეხვედრა მოიწვია, გიორგიმ თვალები დახუჭა იგრძნო სამყაროს სიმძიმე მხრებზე. მამა, აქ რაღაც მნიშვნელოვანს ვაკეთებ საავადმყოფოში. ეს ვერ დაელოდება, შვილო, დაჟინებით უთხრა ვახტანგმა. შენი მომავალი კომპანიაში საფრთხის ქვეშაა, გიორგიმ შეხედა თამარსა და ლუკას, იგრძნო, რომ გზაჯვარედინზე იდგა. ერთ მხარეს იყო ოჯახური ბიზნესი, ყველაფერი, რაც იცოდა თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილის განმავლობაში. მეორე მხარეს იყო ეს პატარა ოჯახი, რომელსაც სასოწარკვეთილად სჭირდებოდა მისი დახმარება. ერთ საათში იქ ვიქნები, თქვა ბოლოს და დაკიდა. თამარისკენ შემობრუნდა, რომელიც შეშფოთებით უყურებდა. უნდა წავიდე ცოტა ხნით, აუხსნა. მაგრამ დაუბრუნდები, გპირდები. მანამდე აქ დარჩი ლუკასთან. უსაფრთხოდ ხართ, თამარმა თავი დაუქნია, მისი თვალები მადლიერებით სავსე იყო. გმადლობთ, ბატონო ბერიძე. ღმერთმა დაგლოცოთ, გიორგი საავადმყოფოდან გამოვიდა, თავს გახლეჩილად გრძნობდა. ბერიძეების კორპორაციის ოფისებისკენ მგზავრობისას ვერ ცილდებოდა ფიქრებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება ასე დრამატულად რამდენიმე დღეში. როცა მიაღწია შთამბეჭდავ მინისა და ფოლადის შენობას, რომელშიც კომპანიის შტაბ-ბინა იყო, გიორგიმ წამით შეისვენა, რომ თავი შეეკრიბა. იცოდა, რომ ის, რასაც აპირებდა, შესაძლოა მძიმე აღმოჩნდეს. საბჭოს ოთახში დირექტორთა საბჭოს წევრები დახვდნენ გრძელი მუხის მაგიდის გარშემო მსხდომნი. მისი მშობლები ვახტანგი და მაია თავში ისხდნენ, მათი სახეები დაძაბული იყო. გიორგი, დაიწყო ვახტანგმა, მისი ხმა მძიმე. საბჭომ გამოთქვა სერიოზული შეშფოთება შენი ბოლოდროინდელი ქმედებების გამო და როგორ გავლენას ახდენს ის კომპანიის იმიჯზე. გიორგიმ მიმოიხედა, დაინახა მკაცრი გამომეტყველებები საბჭოს წევრების სახეებზე, ჩემი ქმედებები, იკითხა. გულისხმობთ ბავშვის სიცოცხლის გადარჩენას? ეს არ არის ასე მარტივი, გიორგი, ჩაერია მაია. შენი ქმედებები, თუმცა კეთილი განზრახვით, კომპანიას დელიკატურ პოზიციაში აყენებს.
ზეწოლას უგრძნობთ ჩვენი აქციონერებისა და ბიზნეს პარტნიორებისგან, საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, შუახნის კაცმა ლითონის ჩარჩოიანი სათვალით ყელი ჩაიწმინდა. ბატონო ბერიძე, გვესმის, რომ თქვენი განზრახვები კარგი იყო, მაგრამ არალეგალ იმიგრანტებთან დაკავშირებამ შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს ჩვენი სამთავრობო კონტრაქტებისთვის. გიორგი მიგრძნო, როგორ იზრდებოდა ბრაზი მასში. სერიოზული შედეგები? უფრო სერიოზული, ვიდრე უდანაშაულო ბავშვის სიკვდილის ნებართვა? არავინ ამბობს ამას, თქვა ვახტანგმა, ცდილობდა სიტუაციის დამშვიდებას. მაგრამ უნდა გესმოდეს, რომ შენს ქმედებებს გავლენა აქვთ შენს მიღმაც. ზუსტად მესმის, უპასუხა გიორგიმ, მისი ხმა მტკიცე იყო. მესმის, რომ გვაქვს ძალა, რომ რეალური განსხვავება შევიტანოთ ადამიანების ცხოვრებაში. განა ეს უფრო მნიშვნელოვანი არ არის, ვიდრე რამდენიმე კონტრაქტი, დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა, ყველა გაოცებული იყო გიორგის ხმაში მგზნებარებით. ბოლოს საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა დაილაპარაკა. ბატონო ბერიძე, ვაფასებთ თქვენს პასიონარობას, მაგრამ როგორც ამ კომპანიის მომავალმა ლიდერმა, უნდა იფიქროთ უფრო ფართო სურათზე. გთავაზობთ, რომ საჯაროდ დაშორდეთ ამ ინციდენტს და ნება დართოთ ჩვენს საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდს, რომ მოაგვაროს სიტუაცია. გიორგი მშობლებს შეხედა, ეძებდა მხარდაჭერას, მაგრამ მათ სახეებზე მხოლოდ შეშფოთება დაინახა. იმ მომენტში იცოდა, რომ გადაწყვეტილება უნდა მიეღო? არა, თქვა უბრალოდ. არა, გაიმეორა ვახტანგმა, გაოცებულმა. არ დავშორდები, განაგრძო გიორგიმ, მისი ხმა ძალას იკრებდა. ფაქტობრივად ვაპირებ სრულიად საწინააღმდეგოს გაკეთებას. ვაპირებ ჩემი პოზიციისა და ამ კომპანიის რესურსების გამოყენებას, რომ დავეხმარო თამარსა და მის შვილს, და სხვებს მათ მსგავს, დარბაზი აღშფოთებული ხმების ქორუსში აფეთქდა. მაია წამოდგა, ცდილობდა სიტუაციის დამშვიდებას. გიორგი, გთხოვ, იფიქრე იმაზე, რასაც ამბობ, მაგრამ გიორგიმ უკვე მიიღო გადაწყვეტილება. ამაზე მეტად ვფიქრობდი, ვიდრე ოდესმე რამეზე მიფიქრია ჩემს ცხოვრებაში, თქვა. თუ ამ კომპანიას არ შეუძლია თავისი ძალაუფლების გამოყენება სიკეთის საქმნელად, მაშინ შესაძლოა ეს არ არის ის კომპანია, რომლის მართვაც მინდა. ამ სიტყვებით გიორგი შემოbrunდა და დარბაზიდან გავიდა, ყველა შოკის მდგომარეობაში დატოვა. ლიფტისკენ მიმავალი გრძნობდა შიშისა და განთავისუფლების ნაზავს. არ იცოდა რა ელოდა მომავალში, მაგრამ პირველად თავის ცხოვრებაში გრძნობდა, რომ სწორ საქმეს აკეთებდა. მისი ტელეფონი ჯიბეში აწკრიალდა. ეს უცნობი ნომრიდან შეტყობინება იყო. ბატონო ბერიძე, მე თამარის და ვარ, ნინო. გვჭირდება თქვენი დახმარება სასწრაფოდ. შეგვიძლია შევხვდეთ? გიორგიმ დაუყოვნებლივ უპასუხა, რა თქმა უნდა. მითხარი სად და როდის? ლიფტში ჩასვლისას გიორგი მიცოდა, რომ მოგზაურობას იწყებდა, რომელიც სამუდამოდ შეცვლიდა მის ცხოვრებას. და მზად იყო ნებისმიერი გამოწვევის გასამკლავებლად, რომელიც მის გზაზე აღმოჩნდებოდა. რისი არ იცოდა იყო ის, რომ უდიდესი გამოწვევა ჯერ კიდევ წინ იყო. გამოწვევა, რომელიც გამოცდიდა არა მხოლოდ მის სიმამაცესა და გადაწყვეტილებას, არამედ მის გულსაც. მზე ჩადიოდა ქალაქზე, როცა გიორგი მივიდა პატარა კაფეში, სადაც ნინომ, თამარის დამ, სთხოვა შეხვედრა. ადგილი მოკრძალებულ უბანში იყო, შორს იმ ცათამბჯენებისა და ძვირადღირებული რესტორნებისგან, რომლებსაც გიორგი ჩვეულებრივ სტუმრობდა. შევიდა კაფეში, თავს უცხოდ გრძნობდა თავისი ძვირადღირებული კოსტიუმით. მაშინვე შენიშნა ახალგაზრდა ქალი, რომელიც კუთხეში იჯდა და ნერვიულად იყურებოდა ირგვლივ. მისი თვალები იმავე ფერის, რაც თამარის, განათდა, როცა გიორგი დაინახა. ბატონო ბერიძე, კითხა ჩუმად, როცა გიორგი მის მაგიდას მიუახლოვდა. გიორგიმ თავი დაუქნია და მის წინ დაჯდა. ნინო, ხომ ასეა? როგორ არიან თამარი და ლუკა? ნინომ ნერვიულად დაიწყო ხელსახოცის გრეხა. კარგად არიან, თქვენი წყალობით. მაგრამ პრობლემები გვაქვს. მომიყევი, თქვა გიორგიმ, წინ გადაიხარა. ნინომ ღრმად ჩაისუნთქა, სანამ დაიწყებდა. ჩვენი ბინის მეპატრონემ გაიგო რა მოხდა. ამბობს, რომ არ უნდა პრობლემები მიგრაციის სამსახურთან და გუყრის. თამარს არსად აქვს წასასვლელი ლუკასთან ერთად, როცა საავადმყოფოდან გამოვლენ. გიორგი მიგრძნო, როგორ ეზრდებოდა ბრაზი. ეს უკანონოა. არ შეუძლია ასე გაგაგდოთ, ნინომ მწარე სიცილი აღმოაჩინა. ბატონო ბერიძე, კანონები ყოველთვის არ იცავს ჩვენაირ ხალხს. თან მინდა გვეხმარება მის წინააღმდეგ ბრძოლაში. მე დაგეხმარებით, თქვა გიორგიმ დაუფიქრებლად. დავიქირავებ ქალაქის საუკეთესო ადვოკატს, თუ საჭირო იქნება, ნინომ შეხედა იმედისა და სიფრთხილის ნაზავით. რატომ? რატომ აკეთებთ ამ ყველაფერს ჩვენთვის? გიორგი სავარძელში გადაცვა, ფიქრობდა, როგორ ეპასუხა.
ბოლოს გადაწყვიტა გულწრფელი ყოფილიყო. იმიტომ რომ როცა ბავშვი ვიყავი, სანამ ბერიძეები შვილად ამიყვანდნენ, მეც მარტო და შეშინებული ვიყავი. დავიფიცე რომ თუ ოდესმე მექნებოდა ძალა დავეხმარებოდი ვინმეს ასეთ სიტუაციაში, ნინოს თვალები გაუნაზდა გაგებით. ვწუხვარ, არ ვიცოდი. თითქმის არავინ იცის, თქვა გიორგი მცირე ღიმილით, მაგრამ ახლა ეს არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია შენიდის და ლუკას დახმარება. ამ მომენტში გიორგის ტელეფონმა დარეკა. ეს მაია იყო. გიორგი ყოყმანობდა, სანამ უპასუხებდა. შვილო, მაიას ხმა დაღლილად ჟღერდა. საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება. უნდა რომ დროებით მოშორდე კომპანიას, სანამ ეს სიტუაცია დაწყნარდება. გიორგიმ თვალები დახუჭა იგრძნო გადაწყვეტილების სიმძიმე. შენ რას ფიქრობ, დედა? შენ რას ფიქრობ? გრძელი სიჩუმე იყო, სანამ მაია უპასუხებდა. მე მგონია რომ აკეთებ იმას, რაც სწორად მიგაჩნია. და ამაკი ვარ შენით ამის გამო. მაგრამ ასევე ვღელავ გიორგი. ამას შეიძლება დაგიჯდეს შენი მომავალი კომპანიაში. ვიცი, თქვა გიორგი მრბილად. მაგრამ არის უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები ვიდრე კომპანია, დედა. მესმის, თქვა მაიამ და გიორგის შეეძლო ემოციის მოსმენა მის ხმაში. უბრალოდ. ფრთხილად იყავი, კარგი. ვიქნები, დაპირდა გიორგი, სანამ გათიშავდა. ნინო შეშფოთებით უყურებდა. პრობლემები, გიორგიმ თავი გააქნია. არაფერი, რასაც ვერ მოვაგვარებ. ახლა ვისაუბროთ, როგორ დავეხმაროთ შენს დასა და ლუკას. მომდევნო საათების განმავლობაში გიორგიმ და ნინომ გეგმა შეიმუშავეს. გიორგი გამოიყენებდა თავის კონტაქტებს, რომ ეპოვა ახალი ადგილი, სადაც თამარი და ლუკა უსაფრთხოდ იცხოვრებდნენ. ასევე დაიქირავებდა იმიგრაციის სპეციალისტ ადვოკატს, რომ დახმარებოდა თამარს თავისი სტატუსის მოწესრიგებაში. საუბრისას გიორგი ვერ მალავდა ნინოს ინტელექტისა და გადაწყვეტილების აღფრთოვანებას. მიუხედავად სირთულეებისა, რომლებიც მას ჰქონდა, მასში იყო შინაგანი ძალა, რომელსაც გიორგი აღსაქმნელად პოულობდა. ნინო, თქვა გიორგიმ, როცა დაგეგმვა დაასრულეს. მინდა სამსახური შემოგთავაზო, ნინომ გაკვირვებით შეხედა. სამსახური? რაზე საუბრობთ? ფიქრობ ფონდის შექმნაზე, აუხსნა გიორგიმ. რომ დავეხმარო იმიგრანტ ოჯახებს, როგორიც შენი ოჯახია. გჭირდება ვინმე, ვინც ნამდვილად ესმის გამოწვევები, რომლებსაც ისინი ვაჯახებენ. ვინმე შენნაირი, ნინო წამით გაჩუნდა. ნე. არ ვიცი, რა ვთქვა. არ მაქვს გამოცდილება ასეთ რამეში. გაქვს ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება, თქვა გიორგი მღიმილით. ეს გამოგიცდია. იცი ბრძოლები, შიშები, იმედები. ეს უფრო ფასეულია, ვიდრე ნებისმიერი საუნივერსიტეტო ხარისხი. ნინომ შეხედა მისი თვალები ბრწყინავდა ემოციისა და გადაწყვეტილების ნაზავით, თუ მართლა ფიქრობთ, რომ შემიძლია დახმარება. მაშინ დიახ, ვიღებ, გიორგიმ ხელი გაუწოდა და ნინომ ჩამოართვა. იმ მომენტში ორივე მიგრძნო, რომ იდგნენ რაღაც დიდის კიდეზე, რაღაცის, რაც შეცვლიდა არა მხოლოდ მათ ცხოვრებას, არამედ ბევრი სხვისასაც. როცა კაფედან გამოვიდნენ, ღამე ჩამოწოლილიყო ქალაქზე. გიორგიმ შეხედა შორს მოციმციმე შუქებს, იგრძნო ახალი გადაწყვეტილება გულში. მზად ხარ ამისთვის? კითხა ნინოს. მან თავი დაუქნია მამაცი ღიმილის სახეზე. მზად ვარ, ერთად გაემართნენ გაურკვეველი მომავლისკენ, რომელიც მათ ელოდათ, იცოდნენ, რომ ბევრ გამოწვევას შეხვდებოდნენ, მაგრამ ასევე იმედით, რომ შეძლებდნენ რეალური განსხვავების შეტანას სამყაროში. რისი არ იცოდა გიორგიმ ამ მომენტში იყო ის, რომ ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ მის და ნინოს ცხოვრებას შეცვლიდა, არამედ მიიყვანდა მას თვითაღმოჩენის მოგზაურობაზე, რომელიც გაამხელდა დიდი ხნის დამარხულ საიდუმლოებებს მის საკუთარ წარსულზე. მომდევნო კვირების შეუნელებელი აქტიურობა იყო გიორგისთვის. თამარისა და ლუკას დახმარება, რომ ახალ სახლში დასახლებულიყვნენ, ფონდის სამართლებრივი ფორმალობების დაწყება და ბერიძეების კორპორაციის დირექტორთა საბჭოს მუდმივი ზეწოლის გამკლავება მხოლოდ ნაწილი იყო იმისა, რასაც უმკლავდებოდა. თუმცა ქაოსის შუაგულშიც გიორგი მიპოვა მოულოდნელი საყრდენი ნინოს სახით. მისი მახვილი ინტელექტი და ღრმა გაგება იმ გამოწვევებისა, რომლებსაც იმიგრანტები აწყდებოდნენ, ფასდაუდებელი აღმოჩნდა მათთვის, ვინც ფონდის ფორმირებაზე მუშაობდნენ. ერთ საღამოს, როცა დოკუმენტებს ათვალიერებდნენ ფონდისთვის ნაქირავებ პატარა ოფისში, ნინომ კომპიუტერიდან აიხედა დაფიქრებული გამომეტყველებით. გიორგი, თქვა, გადავიდა ოფიციალური ბატონო ბერიძედან, როგორც მან დაჟინებით მოითხოვა, არის რაღაც, რაც ვერ მესმის. რატომ რისკავ ამდენს ამისთვის?
შენი ოჯახი, შენი კომპანია. ყველაფერს რისკის ქვეშ აყენებ. გიორგი სავარძელში გადაცვა შეკითხვა საწონდაწონიდა. ვფიქრობ. გრძნობ, რომ ეს სწორია. რომ ამისთვის ვარ აქ, ნინომ ცნობის მოყვარეობით შეხედა. არის კიდევ რაღაც, არა? რაღაც, რასაც არ ამბობ, გიორგიმ ამოიოხრა გაოცებული ნინოს მიხვედრით. მართალი ხარ, აღიარა. არის კიდევ რაღაც. რაღაც, რაც არც ჩემს მშობლებს მithქვამს, ნინო მოთმინებით ელოდა, სანამ გიორგი აზრებს მოაგროვებდა. როცა ძალიან პატარა ვიყავი, სანამ ბერიძეები შვილად ამიყვანდნენ, მახსოვს. მახსოვს ჩემი ბიოლოგიური დედა, დაიწყო გიორგიმ, მისი ხმა ძლივს ისმოდა. არ მახსოვს მისი სახე, მაგრამ მახსოვს მისი ხმა. ლაპარაკობდა არა ქართულად, არამედ უკრაინულად, ნინოს თვალები გაკვირვებით გაფართოვდა. შენ. გიორგიმ თავი დაუქნია, ვფიქრობ, დიახ. ვფიქრობ, რომ ჩემი ბიოლოგიური მშობლები იმიგრანტები იყვნენ. არ ვიცი რა დაემართათ, რატომ აღმოუჩნდი შვილად აყვანი სისტემაში. მაგრამ მას შემდეგ, რაც ლუკა ვიპოვე იმ მანქანაში. თითქოს რაღაც გაიღვიძა ჩემში. თითქოს ბოლოს და ბოლოს მესმის, რატომ ყოველთვის ვგრძნობდი თავს. განსხვავებულად, ნინომ ხელი გაუწოდა მაგიდაზე, გიორგის ხელი აიღო. ეს ძალიან რთული უნდა იყოს გასააზრებლად, გიორგი მიგრძნო მოულოდნელი სითბო ნინოს შეხებაზე. ასეა. მაგრამ ასევე მაძლევს მიზანს. ვურძნობ, რომ ვცემ პატივს ჩემს ბიოლოგიურ მშობლებს, ვინც არ უნდა იყვნენ, ამის კეთებით. გიფიქრია მათ მოძებნაზე, ბილად ჰკითხა ნინომ. გიორგიმ კანკალით ამოისუნთქა. ვფიქრობდი, დიახ. მაგრამ არ ვიცი, მზად ვარ თუ არა. რა იქნება, თუ აღმოვაჩენ, რომ მიმატოვეს. ან უარესი, რომ დეპორტაცია გაუკეთეს და არასდროს მქონდა შანსი მათი გაცნობის, ნინომ მსუბუქად მოუჭირა ხელზე. მესმის შენი შიში, გიორგი. მაგრამ ასევე მგონია, რომ იმსახურებ, რომ იცოდე სიმართლე შენი წარსულის შესახებ. შეიძლება დაგეხმაროს საკუთარი თავის უკეთ გაგებაში, გიორგიმ თავი დაუქნია ნელა. მართალი ხარ. შესაძლოა. შესაძლოა დროა, დავიწყო პასუხების ძებნა, ამ მომენტში, გიორგის ტელეფონმა დარეკა. უცნობი ნომერი იყო. შეშფოთებული უპასუხა. გიორგი ბერიძე, იკითხა მძიმე ხმამ ხაზის მეორე მხრიდან. დიახ, მე ვარ. ბატონო ბერიძე, მე ვარ დეტექტივი მიქელაძე პოლიციის დეპარტამენტიდან. გვაქვს სიტუაცია, რომელიც თქვენს დაუყოვნებლივ დასწრებას მოითხოვს, გიორგი მიგრძნო, როგორ გაეყინა სისხლი. რა მოხდა? თამარსა და ლუკაზეა. არა, ბატონო. ეს თქვენს მშობლებზეა. მოხდა ავარია, სამყარო თითქოს წამით გაჩერდა. გიორგიმ ძლივს შეძლო, მოვდივარ, ჩაი ბუტბუტა, სანამ გათიშავდა. ნინო შეშფოთებით უყურებდა. რა ხდება? ჩემი მშობლები, თქვა გიორგიმ, მისი ხმა ძლივს ისმოდა. ავარია მოხდა. საავადმყოფოში უნდა წავიდე, ნინო მაშინვე წამოდგა. წამოვალ შენთან ერთად, საავადმყოფოში მისვლა გიორგისთვის ბუნდოვანი იყო. მისი გონება აზრებისა და შიშების ქარიშხალი იყო. ნინო ჩუმად იჯდა მის გვერდით, მხარდამჭერი არსებობა ქაოსის შუაგულში. საავადმყოფოში მათ დეტექტივი მიქელაძე დახვდა, შუახნის კაცი დაღლილი თვალებით. ბატონო ბერიძე, თქვა დეტექტივმა. თქვენი მშობლები შეხვედრაზე მიდიოდნენ, როცა მათი ავტომობილი მეორე მანქანამ დაეჯახა. მეორე მანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. როგორ არიან? იკითხა გიორგიმ, მისი ხმა კანკალებდა. თქვენი დედა სტაბილურად არის რამდენიმე დაჟეჟილობით და მოტეხილი ხელით. თქვენი მამა დეტექტივმა პაუზა გააკეთა და გიორგი მიგრძნო, როგორ გაუჩერდა გული, თქვენი მამა ოპერაციაზეა. მისი მდგომარეობა კრიტიკულია, გიორგი შეტორტმანდა, თითქოს მიწა იხსნებოდა მის ფეხქვეშ. ნინომ დაიჭირა, მისი ხელი მყარად გიორგის წელზე. შემიძლია მათი ნახვა, იკითხა გიორგიმ. დეტექტივმა თავი დაუქნია. თქვენი დედა გონზეა. შეგიძლიათ ახლა ვენახოთ, გიორგიმ ნინოს შეხედა, რომელმაც გაგებით თავი დაუქნია. წადი, თქვა რბილად. აქ ვიქნები, თუ დაგჭირდები, კანკალა ნაბიჯებით, გიორგი გაჰყვა ეგთან სტედის ოთახამდე. მაია იწვა საწოლზე, ხელი ახვეული ჰქონდა და სახე დალურჯებული. მაგრამ მისი თვალები განათდა, როცა გიორგი დაინახა. ჩემო შვილო, თქვა, გაუწოდა ჯანმრთელი ხელი.
გიორგი მასთან მიირბინა, აიღო მისი ხელი და ნაზად აკოცა. დედა ჩაიჩურჩულა, ცრემლები ჩამოსდიოდა ლოყებზე. როგორ გრძნობ თავს? კარგად ვიქნები, თქვა მაიამ, თუმცა გიორგი ხედავდა ტკივილს მის თვალებში. შენი მამა ოპერაციაზეა, თქვა გიორგი მრბილად, ის ძლიერია, დედა. გამოაღწევს ამას, მაიამ თავი დაუქნია, მაგრამ გიორგი ხედავდა შიშს მის თვალებში. გიორგი, თქვა მცირე ხნის შემდეგ. არის რაღაც, რაც უნდა იცოდე. რაღაც, რაც მე და მამა შენს წლების განმავლობაში დაგიმალეთ, გიორგი მიგრძნო, როგორ აუჩქარდა გული. რა არის, დედა? მაიამ კანკალით ჩაისუნთქა. ავარია. არ იყო უბრალო ავარია. გონია, რომ ვიღაცას ჩვენი დაზიანება სურდა. და რატომ? შენს გამო, შვილო. იმის გამო, რასაც შენი ფონდით აკეთებ, გიორგის სუნთქვა შეეკრა. მაგრამ როგორ შეიძლება ეს? მაიამ თვალები დახუჭა წამით, თითქოს ძალას აგროვებდა. არის რაღაცები შენი წარსულის შესახებ, შენი ბიოლოგიური მშობლების შესახებ, რაც არ გითხარით. რაღაცები, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ბევრ გავლენიან ადამიანს, თუ გამოაშკარავდება, გიორგი მიგრძნო, თითქოს სამყარო ტრიალებდა მის გარშემო. დედა, რას ამბობ? სანამ მაია უპასუხებდა, კარი ძალით გაიღო. ექიმი შემოვიდა აჩქარებით. ქალბატონო ბერიძე, თქვა ექიმმა, მისი ხმა მძაფრი იყო. ეს თქვენი მეუღლეა. ოპერაციაში გართულებები მოხდა, გიორგი მიგრძნო, როგორ კვლავ გაიხსნა მიწა მის ფეხქვეშ. დედას შეხედა, დაინახა ტერორი მის თვალებში. იმ მომენტში გიორგი მიცოდა, რომ მისი ცხოვრება უკვე შეიცვალა სამუდამოდ. წარსულის საიდუმლოებები ამოტივტივდებოდა და მათთან ერთად საფრთხე, რომელიც არასდროს წარმოედგინა. როცა ექიმს გაჰყვა ოთახიდან გული გამალებით უცემდა, გიორგი ვერ წყვეტდა ფიქრს დედის სიტყვებზე. რა საიდუმლოებებს ინახავდა მისი წარსული? და ვინ იქნებოდა მზად მოკვდინებისთვის, რომ ისინი დამალული დარჩენილიყო? ამ კითხვებზე პასუხისძიება მიიყვანდა მას მოგზაურობაზე, რომელიც გაშიფრავდა არა მხოლოდ მისი საკუთარი წარსულის საიდუმლოებებს, არამედ კორუფციისა და სიცრუის ქსელს, რომელიც გაცილებით უფრო შორს გადიოდა, ვიდრე მას ოდესმე წარმოედგინა. მომდევნო საათები გიორგისთვის თითქოს უსასრულო სიზმარი იყო. მამამისის ოპერაცია გართულდა, მაგრამ ექიმებმა საბოლოოდ შეძლეს მისი სტაბილიზაცია. როცა საავადმყოფოს კორიდორში ელოდებოდა, ნინო მის გვერდით დარჩა, მისი არსებობა ანკერი იყო ქარიშხლის შუაგულში. რა გითხრა დედა შენმა? კითხა ნინომ რბილად, როცა გიორგიმ ყავა გამოართვა, რომელიც მან მოიტანა. გიორგიმ გაუზიარა დედამისის უცნაური სიტყვები, მისი შიში და მინიშნებები დამარხულ საიდუმლოებებზე. არაფერი ამის მსგავსი არ ვიცოდი, თქვა, ყავის ჩიქას ატრიალებდა ხელებში. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩემი ბიოლოგიური მშობლები უბრალოდ ვერ შეძლებდნენ ჩემ შენახვას, ან რაღაც ასეთი. არასდროს მიფიქრია, რომ შეიძლება რაღაც უფრო ღრმა იყოს, ნინომ ხელი დაადო მის ხელს. რასაც არ უნდა აღმოაჩენ, გიორგი, არ ხარ მარტო ამაში. მე შენთან ვარ, გიორგი მას მადლიერების მზერით შეხედა. მათი თვალები შეხვდა და რაღაც გაუჩნდა მათ შორის, რაღაც, რასაც ვერცერთი ვერ დაარქმევდა სახელს, მაგრამ იგრძნობდა ინტენსიურად. სანამ რაიმეს თქმას მოასწრებდა, ექთანი მიუახლოვდა. ბატონო ბერიძე, თქვენი მამა გამოიღვიძა. თქვენი ნახვა უნდა, გიორგის გული აუჩქარდა ნარევის შვებისა და ნერვიულობის გრძნობით. ნინოს შეხედა, რომელმაც გამამხნევებლად თავი დაუქნია. მტკიცე ნაბიჯებით შებრუნდა, რომ მამას შეხვედროდა და მეტი გაეგო იდუმალებით მოცული საიდუმლოებების შესახებ. ვახტანგის ოთახში შესვლისას გიორგი შეაჩერა ექთანმა, რომელმაც ხელში ჩანთა მისცა. ეს თქვენი მამის ნივთებია, უთხრა. ექიმს სურს, რომ მხოლოდ რამდენიმე წუთი დარჩეთ. ის ჯერ კიდევ სუსტადაა, გიორგიმ თავი დაუქნია და ჩანთა იქვე სკამზე დადო. შემდეგ მიუახლოვდა საწოლს, სადაც მამამისი იწვა, ფერმკრთალი და მოწყვლადი, ისეთი განსხვავებული ძლიერი ბიზნესმენისგან, რომელიც ყოველთვის იყო. გიორგი, თქვა ვახტანგმა სუსტი ხმით, ხელი გაუწოდა. მაპატიე, გიორგიმ ხელი მოუჭირა. რისთვის, მამა? არაფერი გაქვს მოსანანიებელი, ვახტანგმა თავი გააქნია, წინააღმდეგობის ტკივილისგან შეიჭმუხნა. ბევრი რამ მაქვს. ჩვენ დაგიმალეთ სიმართლე. ფიქრობდით, რომ დაგიცავდით, მაგრამ ახლა ხვდები, რომ უფლება გქონდა გცოდნოდა. რა უნდა მცოდნოდა? იკითხა გიორგიმ, გულის ფანცქალით. ვახტანგმა ღრმად ჩაისუნთქა. შენი ბიოლოგიური მშობლები, მარიამ და დავით კოვალენკო, აქტივისტები იყვნენ.
ებრძოდნენ კორუფციას და ადამიანებით ვაჭრობას საზღვარზე. ჰქონდათ მტკიცებულებები, რომლებსაც შეეძლო გავლენიანი პოლიტიკოსების და მთელი ჯგუფების დამხობა. გიორგი უსმენდა, გაუგნებული, როცა ვახტანგი განაგრძობდა. ერთ დღეს აღმოაჩინეს რაღაც დიდი. რაღაც, რაც საფრთხეს უქმნიდა ძალიან გავლენიან ხალხს. იცოდნენ, რომ მათ მოძებნას დაიწყებდნენ, ასე რომ ჩვენთან მოგიყვანეს. მე და მაია შენი მშობლების მეგობრები ვიყავით, თუმცა ცოტა ვინმე მიცოდა. გთხოვეს, რომ გვეზრუნა შენზე და გეცავი. რა მოუვიდათ? იკითხა გიორგიმ. ვახტანგმა თვალები დახუჭა წამით, თითქოს მოგონება ძალიან მტკივნეული იყო. გაუჩინარდნენ, თქვა ბოლოს. ერთი კვირის შემდეგ, რაც ჩვენთან დაგტოვეს. ვერავინ იპოვა ისინი, გიორგი მიგრძნო, რომ ყელში ბურთი ეზრდებოდა. ისინი გარდაიცვალნენ. ზუსტად არ ვიცით, უპასუხა ვახტანგმა. მაგრამ ამდენი წლის შემდეგ. სავარაუდოა. წუხვარ შვილო, გიორგი წამოდგა სკამიდან ფანჯარასთან მივიდა. მისი გონება ემოციების ქარიშხალი იყო. ტკივილი მშობლებისთვის, რომლებიც ვერასდროს გაიცნო მადლიერება ბერიძეებისადმი, რომ დაიცვეს და მზარდი ბრაზი მათ მიმართ, ვინც მისი ოჯახი გაანადგურა. ამ დროს მამამისის ჩანთა გადმოვარდა სკამიდან, შიგთავსი იატაკზე მიმოიფანტა. გიორგი დაიხარა, რომ აიკრიფა, როცა მზერა რაღაც უცნაურზე შეაჩერა, ძველი ფოტო, შუაზე მოკეცილი. ნელა გაშალა და დაინახა წყვილი უკრაინული სახელებით, რომლებიც პატარა ჩვილს ეჭირათ. მამა, თქვა ხმის კანკალით. ეს ჩემი ბიოლოგიური მშობლები არიან, ვახტანგმა თავი დაუქნია, მოულოდნელი ცრემლები მოადგა თვალებზე. დიახ. შევინახეთ, რომ ერთ დღეს შენთვის გვეჩვენებინა, გიორგიმ სურათი ჩაიხუტა 3 წლეულის ემოციების ზედაპირზე ამოტივტივდა. რატომ მაინც ახლა? რატომ მოხდა ეს ავარია? იმიტომ, რომ შენი ფონდით შენ კვლავ აშფოთებ იმავე ხალხს, ვისაც შენი მშობლები ებრძოდნენ, თქვა ვახტანგმა. ისინი ფიქრობენ, რომ შეიძლება რაღაც იცი, ან შეიძლება იპოვო რაღაც. და ისინი შეაჩერებენ ამას ნებისმიერი საშუალებით. გიორგი მამასთან დაბრუნდა, მისი გადაწყვეტილება მყარდებოდა. მე ვიპოვი სიმართლეს, თქვა ხმაში ახალი გადაწყვეტილებით. ვიპოვი, ვინ არიან ეს ხალხი და მოვითხოვ სამართლიანობას ჩემი მშობლებისთვის. ვახტანგის თვალები ბრწყინავდა სიამაყით, თუმცა ასევე შიშით. იცი, რომ ეს იქნება საშიში გზა, შვილო. ვიცი, თქვა გიორგიმ. მაგრამ არ ვარ მარტო, ვახტანგი გაუღიმა. არა, არ ხარ. მე და შენი დედა შენთან ვართ ბოლომდე, როცა გიორგი დერეფანში დაბრუნდა, ნინო ელოდებოდა. მის თვალებში ნახა ძალა და გადაწყვეტილება, რომელიც მისივე გრძნობებს ირეკლავდა. ერთი ნაბიჯით ხელები მოხვია მას. მათი შეხება იყო ელექტრობა, რაღაც ცხადი და მძლავრი გაჩნდა მათ შორის. მზად ხარ? კითხა მან ჩურჩულით. მზად ვარ, უპასუხა ნინომ, მისი ხელები ურყევად უჭერდა მას. ერთად დერეფანში გაემართნენ, ახალი გადაწყვეტილება საზიარო მათ გულებში. გიორგი იპოვიდა მისი ბიოლოგიური მშობლების ისტორიას, ამხელდა კორუფციის ქსელს და გააგრძელებდა ფონდს, რომ დახმარებოდა იმიგრანტებს, როგორებიც თამარი და ლუკა იყვნენ. მისი ცხოვრება შეიცვალა სამუდამოდ იმ დღეს, როცა პარკინგში ლუკა იპოვა. ახლა ნინოს და მშობლების დახმარებით ის შეცვლიდა სხვების ცხოვრებასაც სამართლიანობისთვის, თანასწორობისთვის და სიყვარულისთვის. როცა საავადმყოფოდან გამოვიდნენ, მზის სხივები ქალაქის სილუეტზე ელვარებდა. როგორც მეტაფორა ახალი იმედისა, რომელიც მათ გულებში ანათებდა.